სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ Warren Wiersbe-ის ბიბლიური კომენტარების ქართულ ენაზე ატვირთვას. ჩვენ დაუბრუნდებით ძველ აღთქმას და გახსოვთ ჩვენ გადავახდით დაბადების წიგნის 21 თავის პირველ მუხლებს, პირველიდან 21 მუხლების ჩათვლით, რომელიც Warren Wiersbe-მ გალატელების წელთან პარალელურად განიხილა. ეს არის ძალიან საინტერესო და ტყუილა არ გააკეთა ეს მან, ძალიან საინტერესო ადგილი და მე ვიტყოდი ქრისტიანი ადამიანი არ იწოდება მორწმუნედ, თუ მას გარკვეული დოზით არ გაუულია ის, რაც გაიარა აბრაამმა. ჩვენ ყველანი აბსოლუტურად ვინც ღმერთის გზას ვადგები და მე ვხედავ ამას ურწმუნ ადამიანთა ცხოვრებაში, ღმერთი ასეთ გაჭირვებს და ასეთ ტანჯვებს აგზავნიც ხოლმე. ესეთ გამოცდებს, მაგრამ ჩვენთვის ეს არის კურთხევა მორწმუნეებისათვის, ხოლო იმ ადამიანებისთვის კი ეს არის ალბათ დაბრკოლების და დასჯის გარკვეული მითითება. როდესაც ადამიანები აკერებებენ შვილებს, აკერებებენ შეიძლება მეუღლებს, აკერებებენ ძალიან ბევრ ამბებს, ღმერთი ყოველთვის ამას ჩვენ გვანახებს, რომ ამაში არ ჩავრჩეთ და ამაზე გავიმარჯვოთ და ეს გამოცდები ყველა ცხოვრებაში მოდის. და როგორ ჩააბარებს ადამიანი, ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორი რწმენით არის ის ღმერთთან, ცოცხალ ღმერთთან. და შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, უკვე რწმენის მაღალ საფეხურზე ადის. ჩვენ ვიცით, რომ აბრაამს კიდევ ველოდება ამის შემდეგ უფრო დიდი გამოცდა, მაგრამ ესეც ძალიან რთული იყო, როდესაც ის ისმაელს და ჰაგარს უშვებს სახლიდან. მოდით მოусმინოთ ახლა ჯერ წავიკითხოთ ეს ადგილი ბიბლიაში და შემდეგ კომენტარებს. ეს არის 22 ნაწილი ძველი აღთქმის იმ კომენტარებისა, როგორც დაასათაურა ბატონმა Warren-მა და ეს არის 21 თავის, ესე იგი ნახევარი, თავიდან პირველიდან 21 მუხლის ჩათვლით, რომელიც დაასათაურა დრო დატირებისა და დრო გაცინებისა. მოხედა უფალმა სარას, როგორც შეპირდა და შეუსულა უფალმა სარას, რასაც ამბობდა. დაურსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე, ზუსტად იმ დროს, როცა თქვა ღმერთმა. და უწოდა აბრაამა თავის ძეს ისააკი, მისთვის შობლს, რომელიც უშვა მას სარამ. წინ დაცვით აბრაამა 8 დღის ისააკი თავისი ძე, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები. 100 წლის იყო აბრაამი, როცა შეეძინა მას ისააკი თავისი ძე და თქვა სარამ, სასაცილო გამხადა ღმერთმა, ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა გაიცინებს. თქვა, ვინ ეტყოდა აბრაამს, რომ სარა ბავშვს მოაწოვებსო ძუძუს და მაინც შობე მისი სიბერის ძე. წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს და გამართა აბრაამა დიდი ნადიმი იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისააკი. და დაინახა სარამ, რომ ეგვიპტელი ჰაგარის ძე, რომელიც მან აბრაამისათვის შვა, აბუჩადიგდებდა მის შვილს. უთხრა სარამ აბრაამს, გააძევეს ხევალი და თავისი შვილი თუ, რათა არ დაიმკვიდროს ამ ხევლის ძემ, ჩემ ძესთან, ისააკთან ერთად. და ფრიად შეაწუხა აბრაამი ამ ამბავა თავისი ძის გამო. უთხრა ღმერთმა აბრაამს, ნუ წუხარ ყრმასა და შენ ხევალზე, რასაც სარა გეტყვის გაუგონე, რადგან ისააკში იწოდება შენი თესლი. ხევლის ძესაც ვაქცევ ხალხად, რადგან ისიც შენი თესლია. ადგა აბრაამი დილა ადრიან, აიღო პური, წყალი სავსე ტიკი და მისცა ჰაგარს. მხარზე აკიდა და გაუშვა ბავშვიანად. წავიდა ქალი და გზააბნეული ბერშებაყის უდაბნოში დახეტიალობდა. როცა გაუთავდა წყალი ტიკში, მიაგდო ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას. თვითონ კი წავიდა და დაჯდა თავისთვის მოშორებით. შვილის სასროლ მანძილზე, რადგან თქვა, ვერ უყურებო ბავშვის სიკვდილს. მოშორებით დაჯდა და ხმამაღლა აქვითინდა. ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა, ციდან დაუძახა ღმერთის ანგელოზმა ჰაგარს და კითხა, რა დაგემართა ჰაგარ? ნუ გეშინია, რადგან ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა, ესე იგი ისმაელის ხმაზე ლაპარაკი, ეს ნიუანსი მეც გამორჩენილი მქონდა და ამას Warren Wiersbe ყურადღებას მიაქცევს, სადაც იმყოფებოდა. ყრმა სადაც იმყოფება. ადექი წამოაყენე ყრმა და ხელი ჩასჭიდე, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მის შთამომავლობას. აი, ნახეთ, აქ ყრმა არის, უკვე 15 წელს გაზრდილი პიროვნება იგი. აუხილა ღმერთმა თვალი და დაინახა ჭაწყლით სავსე, ტიკი წყლით აავსო და ყრმასაც დაალევინა. ღმერთი იყო ყრმასთან, გაიზარდა იგი უდაბნოში, სადაც დამკვირდა და შეიქმნა შულდოსანი. დამკვირდა იგი ფარანის უდაბნოში და მიგვარა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტიდან. ხედავთ? ამის შემდეგ უკვე სხვა თემა მოდის, რომელიც ჩვენ უკვე განვიხილეთ, აბიმელექთან თემა.
ეს არის ის ადგილი, იცით, მეორეჯერ უწევს უკვე ღმერთს აგართან გამოცხადება და ასევე მისთვის დაიმედება და წყლის მიცემაც. მოდით ახლა მოусმინოთ Warren Reeves-ი როგორ შეხედავს ამ ყველაფერს და როგორ გაშლის ამ თემას, ძალიან რწმენის მომცემია ეს კომენტარები. და იმედია რომ ყველას გამოგვადგება ჩვენ ცხოვრებაში. დრო დატირებისა და დრო გაცინებისა. ქრისტიანული ცხოვრება მთებითა და ხეობებით არის სავსე, თქვა შოტლანდიელმა ქადაგებელმა ჯორჯ მორისონმა. მისი სიტყვები მეორე რჯულის, მე-11 თავის, მე-11 მუხლებზე იყო დაყრდნობილი. და რომელიც ასე ამბობს, მე მოვიტან გაგიადვილებ თქვენ საქმეს, მაგრამ დანარჩენ მუხლებზე ძალიან გთხოვთ, მოინიშნოთ და თქვენ თვითონ ჩაიხედოთ. უამრავი მუხლებია პარალელები მოცემული, რომლის ყველას ციტირება მე გამიჭირდება. ესე იგი მეორე რჯულის 11:11. ის მიწაკი, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ, გაღმა, მთისა და ბარის ქვეყანაა და ციური წვიმის წყალს სვავს. ეს არის ის მითითება, როდესაც იესო ნავესეს მოსეს ეძლევა ეს მითითება, თუ როგორი არის ქანაანის ქვეყანა. ასევე სოლომონმაც იგივე იდეა გამოთქვა, როდესაც ეკლესიასტეს მე-4-ში ჩაწერა ეს სიტყვები, რომ არის ტირილის დრო და არის სიცილის დრო. გახსოვთ ხომ? ჟამი ტირილისა, ჟამი სიცილისა. მაგრამ საბოლოო ჩვენი ადგილი 64 დაუსრულებელი სიხარულის ადგილი იქნება, ხოლო ჯოჯოხეთი კი დაუსრულებელი ტანჯვის ადგილი მათთვის, ვინც ღმერთს არ მიიღებს. მაგრამ სანამ ჩვენ აქ დედამიწაზე ვიმყოფებით, ჩვენ უნდა ველოდოთ როგორც სიხარულს, ასევე მწუხარებას, როგორც სიცილს, ასევე ცრემლებს. ჩვენ ვერ გვექნება მხოლოდ მთები და ხეობების გარეშე. ეს კი განსაკუთრებით ოჯახურ ცხოვრებას ეხება, რადგან იგივე ადამიანები, რომლებიც ჩვენ სიხარულს გვანიჭებენ, ასევე შეიძლება მათ მწუხარებაც მოგვიტანონ. ურთიერთობები შეიძლება დაიძაბოს და შემდეგ შეიცვალოს ერთ ღამეში და ჩვენ გაუცებული ვრჩებით იმაზე, თუ რა დაემართა ედროს ასეთ ბედნიერ სახლსო. ჩინური ანდაზა ამბობს, არც ერთ ოჯახს არ შეუძლია დაკიდოს მის კარებზე აბრა, რომ აქ არანაირი პრობლემა არ არსებობსო. ისააკის მათ სახლში დაბადებამ აბრაამსა და სარას როგორც მწუხარება, ასევე სიხარული მოუტანა. როდესაც დააკვირდებით ამ მნიშვნელოვან მოვლენაში ჩართულ პირებს, თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ და გამოიტანოთ რამდენიმე ღირებული გაკვეთილი ქრისტიანული დოქტრინის ძირითადი მნიშვნელობის შესახებ და იმაზე, თუ როგორ ვიცხოვროთ ჩვენ სწორი ქრისტიანული ცხოვრებით. პირველი ქვეთავი ესე დაასათაურა: აბრაამი და სარა, რწმენა და დაპირება. სარა მრავალი წლის განმავლობაში ატარებდა უშვილობის ტვირთს, რაც იმ კულტურასა და იმ დროს მართლაც ძალიან მძიმე იყო. ხალხი ალბათ გაიცინებდა, როდესაც გაიგებდა, რომ მისი ქმრის სახელი იყო აბრაამი, მრავალრიცხოვანი მამა. ის ერთი ვაჟის, მხოლოდ ისმაელის მამა იყო, მაგრამ ეს ძალიან შორს იყო სიმრავლისაგან და სარასაც არასოდეს ყოლია შვილი. მაგრამ ახლა მისი ყველა შეურაცხყოფა დასრულდა და ისინი ყველანი ხარობდნენ თავიანთი ვაჟის დაბადებით. მაგრამ ისააკის დაბადება გაცილებით მეც მოიცავდა, ვიდრე ამ მშობლების სიხარული, რადგან მისი დაბადება ღვთის დაპირების შესრულებას ნიშნავდა. როდესაც ღმერთმა მოუწოდა აბრაამს, მან აღუთქვა, რომ მისგან დიდ ერს შექმნიდა, რომელიც დალოცავდა და კურთხევა იქნებოდა მთელი სამყაროსათვის. შემდეგაც მან არაერთხელ აღუთქვა მას, რომ ქანაანის მიწას მიცემდა აბრაამის შთამომავლებს. გახსოვთ, მე-17 თავში ჩვენ წავიკითხეთ ეს, რომ ძლიერ გამრავლდებოდა ეს უკვე მე-13 თავში გახსოვთ, აბრაამი რომ იქნებოდა აღთქმული შთამომავლის მამა მე-15 თავში, ხოლო სარა და არა აგარი იქნებოდა დედა ამ აღთქმული შვილისა. გახსოვთ, მე-17 თავის მე-19 მუხლი, მე-18 თავის მე-9 და მე-15 მუხლები. ისააკის დაბადება გვახსენებს, რომ ღმერთი ყოველთვის ასრულებს თავის აღთქმებს, მისი ნებით და მის დროზე. მიუხედავად მათი ხანდახან დაშვებული წარუმატებლობისა, აბრაამსა და სარამ სწამდათ ღმერთის და ღმერთმაც ამიტომაც პატივი მიაგო მათ რწმენას. გახსოვთ ებრაელთა წერილის მე-11 თავი. ისააკის დაბადება ასევე მოთმინების ჯილდოს შენიშნავდა. აბრაამსა და სარას 25 წელი მოუწიათ ლოდინი, რომ მათი ვაჟი დაბადებულიყო, რადგან რწმენითა და მოთმინებით ჩვენ ვიმკვიდრებთ აღთქმებს.
ესეც ებრაელთა წერილშია მოცემული 6 თავის მე-12 მუხლში და ასევე მე-10 მუხლში 36 თავში 36 მუხლში იმეორებს იგივეს მისი ავტორი. ზოგი ამბობს პავლემ დაწერა ებრაელთა წერილი, ზოგი არასახელებს Warren Wiersbe არასახელებს რომ პავლეს დაწერილია ებრაელთა წერილი, მხოლოდ ავტორს ამბობს. ღვთის აღთქმების მიდობა არა მხოლოდ მაშინ გვაძლევს კურთხევას, როცა ეს ახდება, არამედ მაშინაც, როცა ჩვენ ამ პროცესში, მოლოდინის პროცესში ვართ. აქაც ვიღებთ ჩვენ ამ აღთქმის კურთხევებს. ისევე როგორც ოლიმპიური სპორტსმენი, როდესაც ისინი ავითარებენ თავიანთ უნარებს და დიდი ხნით ვარჯიშობენ, სანამდე ოლიმპიური ჩემპიონატი შედგება. ასევე ღვთისშვილებიც იზრდებიან ღვთის მოსაობით და რწმენით, როდესაც ელოდებიან ღვთის აღთქმების შესრულებას. რწმენა ეს ერთგვარი მოგზაურობაა და ყოველი ბედნიერი დანიშნულების ადგილი ახალი მოგზაურობის დასაწყისია. როდესაც ღმერთს სურს ჩვენი მოთმინების განვითარება, ის გვაძლევს დაპირებებს, გვიგზავნის განსაცდელებს და გვეუბნება, რომ უნდა მივენდოთ მას. გახსოვთ იაკობის წერილი, პირველი თავი, პირველიდან მერვე მუხლებამდე. ისააკის დაბადება, რა თქმა უნდა, ღვთის ძალის გამოცხადებაც იყო. ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ღმერთმა ასე დიდხანს გაწელა ეს მოლოდინი. მას სურდა, რომ აბრაამი და სარა მკვდრებივით ყოფილიყვნენ, რათა მას ვაჟის დაბადების მხოლოდ ღვთის სასწაულის მეშვეობით ყოფილიყო მათი შანსი და არა ადამიანურ ბუნების ძალებზე ყოფილიყო ეს დაყრდნობილი. ჩვენ ამას რომაელთა წერილის მე-4 თავშიც ვეცნობით, როცა პავლე მოციქული შლის ამ თემას. აბრაამმა და სარამ განიცადეს ღვთის აღდგომის ძალა თავიანთ ცხოვრებაში, რადგან ისინი დაემორჩილნენ მას და ირწმუნეს მისი სიტყვები. ღვთის აღთქმების რწმენა ათავისუფლებს ღვთის ძალას. ეფესელთა წერილი მე-3 თავი, ფილიპელთა წერილის ასევე მე-3 თავი. რადგან ღვთისაგან არც ერთი სიტყვა არ იქნება უძრური. ლუკას სახარება 1:37. გასვოთ, როცა ზაქარიას და მის მეუღლეს ელიზაბეთს ეცხადება ანგელოსი. და ბოლოს ისააკის დაბადება იყო წინ გადადგმული ნაბიჯი ღვთის განზრახვის შესრულებისაგან. ეს იყო ღვთის გეგმა, რომ ამ ერთში უნდა მოსულიყო მესია, სამყაროს გადამრჩენელი. დაკარგული სამყაროს მომავალი გამოსყიდვა სწორედ რომ ამ პატარა ვაჟთან იყო დაკავშირებული. ყრმასთან. ისააკი ჩვენ ვიცით იაკობს შობდა, იაკობი კი მსოფლიოს ისრაელის 12 ტომს მიცემდა და ისრაელიდან აღთქმული მესია იუდას ტომიდან დაიბადებოდა. საუკუნეების განმავლობაში აღთქმის ჯაჭვის ზოგიერთი ცოცხალი რგოლი შეიძლება ჩვენ უმნიშვნელოდ გვეჩვენებოდეს და სუსტი ჩანდეს, მაგრამ ისინი ხელს უწყობდნენ ღვთის განზრახვების სრულიად აღსრულებას. შეიძლება გაინტერესებდეთ, ნამდვილად მნიშვნელოვანია თუ არა ის, რასაც ღმერთისა და მისი საქმისათვის ამ ქვეყანად აკეთებთ. მაგრამ ეს მნიშვნელოვანია მაშინ, თუ ერთგული დარჩებით მისი სიტყვის და მიენდობით მის ნებას და შეასრულებთ იმას, რასაც ღმერთი თქვენ გავალებთ. შემდეგ ჯერზე თქვენ ცხოვრებაში, როდესაც თავს დამცირებულად, დამარცხებულად, უმნიშვნელოდ იგრძნობთ, ყოველთვის გაიხსენეთ აბრაამი და სარა და შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ რწმენა და დაპირება აუცილებლად ერთად მოდის. ღმერთი ასრულებს თავის დაპირებებს და გაძლევთ ძალას, რომელიც დაგჭირდებათ იმის გასაკეთებლად, რაც მას სურს, რომ გააკეთოთ. რამდენ ხანსაც არ უნდა მოგიწიოთ ლოდინი, აუცილებლად უნდა დაელოდოთ და მიედოთ ღმერთს, რომ ის აუცილებლად შეასრულებს თავის განზრახვებს. შემდეგი ქვეთავი არის ისააკი და ისმაელი, სული და ხორცი. გალატელთა წერილის მე-4 თავში პავლე ნათლად ამბობს, რომ ისმაელი წარმოადგენს მორწმუნის პირველ დაბადებას, ანუ ხორცს, ხოლო ისააკი კი წარმოადგენს მეორე დაბადებას, სულს. ისმაელი ხორცი დაიბადა, რადგან აბრაამი ჯერ არ იყო სრულიად მკვდარი და ჯერ კიდევ შეეძლო ვაჟის გაჩენა. გახსოვთ დაბადების მე-16 თავში. ისააკის სულის განიშვა, რადგან იმ დროისათვის მისი მშობლები ორივე მკვდრები იყვნენ. მხოლოდ ღვთის ძალა შეეძლო ჩაესახა სარაში ეს პიროვნება. და მას შეძლებოდა ამისი გაჩენა. ისმაელი პირველი დაიბადა, რადგან შვინივერი წინ უსწრებს სულიერს. გახსოვთ 1 კორინთელთა მე-15:46. როდესაც ენდობი იესო ქრისტეს
თქვენ განიცდით სასწაულებრივ დაბადებას ღვთისგან. იოანეს სახარება 1:11-13 და ეს არის ღვთის სულიწმინდის იოანეს მესამე თავის 1:8 მოქმედება. აბრაამი წარმოადგენს რწმენას, ხოლო სარა კი მადლს. გალატელთა წერილი მეოთხე თავი 24-26. ამრიგად ისააკი დაიბადა მადლით და რწმენით. ეფესელთა მეორე თავის 8-9 მუხლები. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც დაკარგულ ცოდულს შეუძლია შევიდეს ღვთის ოჯახში. იოანეს სახარება მესამე თავი იგივე 16-18. გახსოვთ ნიკოდემუსთან იესოს დიალოგი. აღსანიშნავია, რომ ბიბლიურ ჩანაწერებში ღმერთი ხშირად უარყოფდა პირმშოს და იწონებდა მეორე შულს. მან უარყო კაენი და აირჩია აბელი. გახსოვთ დაბადების მეოთხე თავი. მან უარყო ისმაელი, აბრაამის პირშო და აგერ ჩვენ ვხედავთ, რომ აირჩია ისააკი. მან გვერდია უარა ესავს, ისააკის პირმშოს და აირჩია იაკობი, რომელთა მეცხრე თავი გახსოვთ. აირჩია ეფრემი მენაშეს ნაცვლად. ამას ჩვენ დაბადების წიგნის 52 თავში განვიხილავთ იაკობის და როდესაც არის იოსების ძეებზე. ეგვიპტეში უფალმა მოკლა ყველა პირმშო, გახსოვთ გამოსვლის წიგნის 11-12 თავი და დაინდო მხოლოდ ისინი, ვინც მეორჯერ ხელახლა იყო დაბადებული, რადგან ისინი დაცულნი იყვნენ კრავის სისხლით და რწმენით. ისააკი ღვთისშვილობას არა მხოლოდ მისი დაბადებით, არამედ მისი სიხარულითაც წარმოაჩენს, რომელიც მან მოიტანა ამ ოჯახში. ისააკი ნიშნავს სიცილს და ამჯერად ეს არ იყო ურწმუნოების სიცილი. გახსოვთ ჩვენ წავიკითხეთ, როცა სარას გაეცინა და არ დაიჯერა, მაგრამ ეს სიცილი ეხლა, რომელიც მას ახლდა ჩვენ 21 თავში წავიკითხეთ, ეს იყო სიხარულის სიცილი. ლუკას სახარების მე-15 თავში ჩაწერილი გავებში იესომ ხაზი გაუსვა იმ სიხარულს, რომელიც მოყვება ხოლმე ყოველთვის დაკარგული ცოდვილების მონანიებას და უფალთან მისვლას. გახსოვთ წყემსმა როგორ გაიხარა, როდესაც მიატოვა 99 ცხვარი და 1 ცხვარი იპოვა, დაკარგული მე-100 ცხვარი. ასევე ქალწულიც, რომელიც ხარობს დაკარგული მონეტის, როდესაც იპოვის. და ორივე ესენი თხოვენ მერე მეგობრებს, რომ ეს სიხარული გაიზიარონ და მოიწვევენ და ზეიმბობენ მათთან ერთად. ასევე მამამაც გაიხარა, როცა მისი უძღები შვილი სახლში დაბრუნდა და მთელი მეზობლები ნადიმზე დაპატიშა, რათა მათაც გაეზიარებინათ მისი სიხარული. ზეცაშის ასევე სიხარულია, როდესაც ცოდვილები ღმერთს მიმართავენ. გასოთ, ეს უკვე იესოს სიტყვებია ლუკას სახარების მე-15 თავის მე-7 და მე-10 მუხლებში. ჩვენ არსად ვკითხულობთ ინფორმაციას, რომ ისმაელმა ასევე დიდი სიხარული გამოიწვია, როცა ის დაიბადა აბრაამის სახლში. აბრაამს უყვარდა თავისი ვაჟი და მისთვის საუკეთესო სურდა. მისი დაბადებამდე ისმაელი მტკივნეული უბედურების წყარო იყო, ხოლო მას შემდეგ რაც მომწიფდა, კიდევ უფრო დიდი უბედურება გამოიწვია, რაც ჩვენ ახლა წავიკითხეთ, რომ ის ესე ჩაგრავდა თავის ძმას. კონფლიქტი ოჯახში. ძველი ბუნება ვერ ახერხებს სულის ნაყოფის გამუშავებას, რაც არ უნდა ეცადოს იგი. გახსოვთ გალატელთა წირელის მე-5 თავშია ეს აღწერილი. შეხედე და შეაფასეთ ახლა მესამე შედარება ისააკსა და ღვთისშვილს შორის. ის გაიზარდა და ძუძუს მოწყდა. ახლა დაბადება არ არის დასასრული, არამედ ახალი დასაწყისია და მორწმუნემ სწორედაც რომ უნდა იკვებოს ღვთის სიტყვით და სულიერად გაიზარდოს. გახსოვთ მათეს სახარება 4:4, 1 კორინთელთა 3:1, ებრაელთა მე-5 თავის 12-14, 1 პეტრეს მეორე თავის 1:3 და მეორე პეტრეს 3:18. ჩვენ როდესაც ვწიმფთებით და ვიზრდებით უფალში, ჩვენ უნდა მოვიშოროთ ბავშვური ძრახვები, გახსოვთ ხომ? პავლე მოციქული როგორ გვაფრთხილებს 1 კორინთელთა წელს მე-13 თავში და მივცეთ ღმერთს საშუალება, რომ ჩამოგვაშოროს და მოგწყვიტოს მის ძუძუს. ფსალმუნი 130. უფალო არ გავდიდგულებული ვარ და ჩემი თვალები მაღლა არ ამიწევია. არც დიდ და მიუწდომელ საქმეში ჩავრეულ ვარ, არამედ დედის ძუძუს მოწყვეტილი ყრმასავით ვიმორჩილებდი და ვიყუჩებდი სულს. ძუძუს მოწყვეტილი ყრმასავითაა ჩემში სული ჩემი. უფლის იმედი გქონდეს ისრაელს ამ იერიდან უკუნისამდე. ეს 120 ფსალმუნი მე გავაზიარა, ერთ-ერთი პატარა ფსალმუნია. ყველაზე პატარა 116-ია და შემდეგ მოდიან ეს ფსალმუნები, რომლებიც ზოგი 3 მუხლისგან შედგებიან, მაგრამ ამ 3 მუხლშიც გამორჩეულია ისინი, ვისაც პატარა უფრო სიტყვები აქვს, რომ იცოდეთ ისე ცნობისათვის.
ასე რომ ჩვენ ღმერთი ამას იმიტომ გვიკეთებს და გვწყვიტავს ძუძუს, თავის ძუძუს, რათა ეს დროებითი დახმარება არ გახდეს ჩვენთვის მუდმივი დაბრკოლება ჩვენ ცხოვრებაში. დედა ძუძუს აშორებს ბავშვს იმიტომ, რომ მას უყვარს თავისი შვილი და არ სურს, რომ ის დამონებული იყოს და მიჯაჭვული მასზე. არამედ მას სურს, რომ ის თავისუფალი იყოს, გაიზარდოს და ყველანაირად სრულყოფილი ჩამოყალიბდეს. მაგრამ ბავშვი მის ქმედებებს უარყოფს და სიძულვის გამოხატულება დააღიქვას ამას. ბავშვი წარსულის კომფორტს ეჭიდება, დედა კი ცდილობს წაახალისოს ბავშვი, რომ გაიზარდოს და მომავლის გამოწვევებს საკუთრივ თვითონ გაუმკლავდეს. ყველა ქრისტიანულ ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც სათამაშოები ხელსაწყოებით უნდა შეიცვალოს. ეგოისტური უსაფრთხოება კი უანგარო მსახურებით. იოანეს სახარება 12:23-26. ღვთის ყველა შვილის მსგავსად ისააკმაც დევნა განიცადა. ჩვენ ეს წავიკითხეთ ამ თავის მე-9 ასევე გალატელები ამას იხსენებენ მე-4 თავის 29 ისმაელი, როგორც ჩანს, მორჩილი ვაჟი იყო, სანამ ისააკი ოჯახში არ შემოვიდოდა. შემდეგ კი ხორცი სულის წინააღმდეგობას იწყებს. კარგად ითქვა, რომ ძველ ბუნებას კანონი არ აქვს, მაგრამ ახალ ბუნებას კანონი არ სჭირდება და ეს ნამდვილად აისახება აბრაამის ორ ვაჟზე. ებრაელ ბავშვებს, როგორც წესი, დაახლოებით 3 წლის ასაკში აშორებდნენ ძუძუს. ამიტომ ისმაელი იმ დროს სავარაუდოდ უკვე 17 წლის იქნებოდა. რა ამპარტავნება წარმოიდგინეთ, რომ 17 წლის ბიჭმა 3 წლის ბაჭს დაჩაგვრა დაუწყოს. მაგრამ ღმერთმა თქვა, რომ ისმაელი გახდებოდა ველური ვირი. გასვოთ მე-16 თავში, როდესაც პირველად ჰაგარი გარბის უდაბნოში და იქ ღმერთი ეცხადება ანგელოზი და ეუნება, რომ ის იქნება თავის ძმებთან როგორც ველური ვირი. და ეს წინასწარმეტყველება აგერ დაიწყო უკვე და ახდა. ხორცი და სული ერთმანეთთან კონფლიქტშია და ყოველთვის ასე იქნება, სანამ ჩვენ უფალს არ ვიხილავთ. გალატელთა წერილის მე-5 თავის 16-26 მუხლები. როდესაც ისააკივით სულისგან იბადები, დიდარი იბადები. ისააკი იყო ყველაფრის მემკვიდრე, რაც მამამის ეკუთვნოდა. ღვთისშვილებიც ასევე არიან ღვთის მემკვიდრეები და ქრისტეს თანამემკვიდრეები. გასვოთ რომელთა წერილის მე-8 თავის მე-7 მუხლი. აბრაამი ზრუნავდა ისმაელზე, სანამ ბიჭი სახლში იყო, მაგრამ აბრაამმა ყველაფერი რაც ჰქონდა, ისააკს მიცა. ჩვენ ამას 25 თავში წავიკითხავთ დაბადების წიგნის. და ბოლოს ისააკი თავისუფალი დაიბადა, ხოლო ისმაელი მონიშვილი იყო. ამასაც გალატელების წერილი იმეორებს პავლე მოციქულის სულიწმინდით. თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი თემაა გალატელთა მიმართ წერილში. მე-5 თავის პირველ მუხლში არის აღნიშნული. ერთ-ერთი მთავარი კურთხევაა ქრისტიანულ ცხოვრებაში ეს თავისუფლება და რა თქმა უნდა, ქრისტიანული თავისუფლება ჩვენ უნდა ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ეს არანაირად ანარქია არ არის. გახსოვთ პავლეც იმეორებს ამას, რომ ჩვენ მადლით ვართ გადარჩენილი და ცოდვა არანაირად არ უნდა გამრავლდეს, როდესაც მადლიც მრავლდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ვცოდოთ და ვცოდოთ, რადგან ეს არის ყველაზე ცუდი სახის მონობა. ეს ნიშნავს თავისუფლებას, ვიყოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ღმერთთვის, ჩვენთვის იესო ქრისტეში აქვს ჩაფიქრებული. ამ ქვეყნად ვერც ერთი ადამიანი ვერ დააღწევს თავს მონობისაგან და მოიპოვებს ჭეშმარიტ თავისუფლებას მანამ, სანამ კიდევ უფრო მაღალ ამაღლებულ მონებაში არ შევა. ეს თქვა ამერიკელმა მხატაგებელმა ფილის ბრუქსმა და ეს უმაღლესი მონობა არის სწორედ რომ პირადი დანებება და მინდობა იესო ქრისტესადმი და მისადმი მორჩილება, როგორც მონის. არავინ არის უფრო თავისუფალი, ვიდრე ღვთისშვილი, რომელიც ტკბება ღვთისნებით და ასრულებს მას თავისი გულით. შემდეგი ხვეთავი არის სარა და აგარი, როგორც მადლი და კანონი. სარა ცდებოდა, როდესაც აბრაამს უთხრა, რომ ცოლად შეერთებოდა აგარს. გახსოვთ, ეს სარამ შესთავაზა დაბადების მე-16 თავში, მაგრამ ამ დროს ამ თავში, როცა ეუნება აბრაამს, რომ გაუშვას, ის უკვე მართალია. ისმაელი ბანაკიდან უნდა გაშვებულიყო ჰაგართან ერთად. მოციქულმა პავლემ ამ შემთხვევაში დაინახა ალეგორია, რომელიც მოსეს რჯულსა და ღვთის მადლს უკავშირდებოდა და ამას გვიყვება გალატელთა მე-4 თავში. სარა წარმოადგენს მადლს, ანუ ზეცირ იერუსალიმს, ხოლო აგარი წარმოადგენს კანონს, მოსეს რჯულს, მონობაში მყოფ მიწიერ იერუსალიმს.
გაკვეთილი უბრალოდ ისაა, რომ ღვთისშვილებმა უნდა იცხოვრონ მადლის კურთხევით და არა რჯულის მონობით. აბრაამის სახლში არსებული კონფლიქტები შეიძლებოდა გადაჭრილიყო 4 გზით. ისააკი შეიძლებოდა გაეძევებინათ, მაგრამ ეს ნიშნავდა ღვთის აღთქმების უარყოფას და ყველაფრის უარყოფას, რაც კი ღმერთმა მომავლისათვის დაგეგმა. ისააკს და ისმაილს შეძლოთ ერთად ეცხოვრათ, მაგრამ ეს ნიშნავდა მუდმივ კონფლიქტს. ისმაილის ბუნება შეიძლებოდა შეცვლილიყო, რათა ის უფრო სასიამოვნო გამხდარიყო, მაგრამ ამას სასწაული დაჭირდებოდა. ხორცისაგან შობილი ხორცია, ამას ამბობს იონეს სახარებაში, იგივე ნიკოდემუსთან იესო ქრისტე მესამე თავში, მე-6 მუხლში და ის ყოველთვის ხორცი იქნება. ერთადერთი გამოსავალი იყო ისმაილისა და მისი დედის ბანაკიდან გაყვანა და ისააკის ერთადერთ მემკვიდრედ დანიშნა. როდესაც აგარის შესახებ ფაქტებს განიხილავთ, უკეთ გაიგებთ რა ურთიერთობა აქვს რჯულს და მადლს ქრისტიანულ ცხოვრებაში. დასაწყისისთვის უნდა ვიცოდეთ, რომ ჰაგარი აბრაამის მეორე ცოლი იყო და ის დაემატა სარას. ანალოგიურად კანონი ემატება ღვთის უკვე არსებულ დაპირებებს და ესეც დროებითი იყო. ამას გვიყვება გალატელთა წერილის მესამე თავი. ღმერთს არ დაუწყია ადამიანთან ურთიერთობა რჯულით და კანონით. სამოთხის ბაღში არანაირად არსებობდა, არამედ მან დაიწყო მადლით. მისი ურთიერთობა ადამიანთან და ევასთან იყო მადლზე დაფუძნებული და არა რჯულზე. მიუხედავად იმისა, რომ მან გამოსცადა ისინი ერთი მარტივი შეზღუდვით, რომ ისინი არ მიკარებოდნენ გასოთ იმ ხეს, რომელიც იყო ბოროტებისა და სიკეთის შემეცნების ხე. ამას ჩვენ დაბადების წიგნის მეორე თავში ვკითხულობთ 15-17 მუხლებში. ისრაელის ეგვიპტიდან გამოსყიდვა ღვთის მადლის აქტი იყო, ისევე როგორც მისი უზრუნველყოფა, შხალშეწირვები და ასევე მღვდლობის ინსტიტუტი. მოსეს მიერ კანონის მიცემამდე ისრაელი უკვე იყო ღმერთთან აღთმის ურთიერთობაში. დაქორწინებული იყო ღმერთზე, მისი პატრიარქებისათვის მიცემული დაპერებების მეშვეობით. ჩვენ ეს გამოსვლის წიგნის მე-19 თავში ნახულობთ. მეორეც ჩვენ პირველი განვიხილეთ, ესე იგი, მეორე აგარი მსახური იყო. ხედავთ? მაშ რატომ ემსახურება რჯულს? კითხულობს პავლე გალატელთა, რატომ ემსახურებით რჯულს და რატომ ემონებით, გახსოვთ, გალატელების ეკლესიაში შესული იყო ერესი, რომ ისინი უნდა წინდაცვეთილიყვნენ და შეესრულებინათ მოსეს კანონები და ამიტომ პავლე იძულებულია, რომ ეს გააცნოს და ამას უყვება მათ გალატელთა მესამე თავში მე-19 მუხლში. რატომ ემონებით რჯულს? და მერე პასუხს იძლევა, რომ კანონი იყო ღვთის მსახური, მოძღვარიან ბავშვის აღმზრდელი, რათა ისრაელის ახალშობილიერი კონტროლის ქვეშ ყოლოდა და მოემზადებინა ისინი მხსნელის მოსასვლელად. კანონი მოცემული იყო ცოდვების გამოსავლენად, ამას რომაელების წერილშიც იმეორებს მე-3 თავში პავლე მოციქული და არა ცოდვისაგან გამოსასყიდად. ასე რომ მადლი არ ემსახურება კანონს, არამედ პირიქით. კანონია ის, რომელიც ემსახურება მადლს. კანონი ავლეს ჩვენს მადლის საჭიროებას და მადლი გვიხსნის ჩვენ სრულიად განცალკევებით კანონის საქმეებისაგან და რჯულის საქმეებისაგან. მესამე ფაქტი აშკარაა. აგარს არასოდეს არ უნდა ყოლოდა შვილი. ეს სარას ინიციატივა იყო. ღმერთს არ უთქვია ეს. ასე რომ რჯულს არ შეუძლია მოგვცეს ის, რისი მოცემაც მხოლოდ იესო ქრისტეს შეუძლია, რომელიც არის სიცოცხლე. გალატელთა წერილის 3:21. ასევე სიმართლე გალატელთა წერილის 2:21 და რაც მთავარია სულიწმიდა გალატელთა წერილის 3:2 და შემდეგი მარადიული მემკვიდრეობა, რომელიც არის მე-18 მუხლი. ყველა ეს კურთხევა მხოლოდ და მხოლოდ მადლით, ანუ სარათი და რწმენით აბრაამით მოდის. ებრაელთა წერილის 2:8-9. ეს კი უკვე მეოთხე ფაქტამდე მიგვიყვანს. აგარმა შვა მონა, თვითონაც სახური იყო და გადაწყვიტავს რჯულის ქვეშ ცხოვრებას. მაშინ აგარი თუ თქვენ გადაწყვიტავთ რჯულის ქვეშ ცხოვრებას, თქვენ აგარის შვილი ხდებით, ანუ მონა, რადგან რჯული შობს მონობას და არა თავისუფლებას. პირველი დოქტრინალური ბრძოლა, რომელიც ეკლესიას
მოუწია რომ ებრძოლა, სწორედ ამ საკითხს ეხებოდა და გადაწყდა რომ ცოდვილები მთლიანად მადლით იქნებიან დახსნილები. მოსეს რჯულის დაცვის გარდა. გაცილებით ეს აღწერილია მოციქულთა საქმეებში, როცა პავლე ჩადის იერუსალიმში და აცნობს იმას, რასაც პეტრე და იაკობი ისმენენ და გადაწყვიტავენ წერილი მისწერონ და უნდა წაიღოს პავლემ წარმართულ სამყაროში, რომ ის, რასაც ზოგიერთი იუდაველები აძალებდნენ მათ, რომ მათ უნდა წინ დაეცვითათ, შეესრულებინათ შაბათები და სხვადასხვა კანონები, ეს აღარ იყო საჭირო. მათ უნდა თავი შეეკავათ სიძვისაგან და ნაკერპავისაგან, ხომ? ასე რომ ეს იყო პირველი ბრძოლა, რომელიც ეკლესიამ განიცადა. დღევანდელი ეკლესიის კანონმდებლები სწორედაც რომ შვილებს მონებად აქცევენ და თავისუფლებას მონობით ცვლიან. გალათთა წერილი 4:1-11, მაგრამ ღმერთი ჩვენ თავისუფლებისაკენ მოგვიწოდებს. და ამიტომაც იყო რომ აგარი განიდევნა ბანაკიდან. ასე რომ იქ კომპრომისი არ ყოფილა. ის მთლიანად და სამუდამოდ განდევნეს და თან გაატანეს ისმაელიც. ანუ ხორცის დამორჩილების ნაცვლად რჯული ხორცს აღაგზნებს, რომელთა წერილი 7:7-12, რადგან ცოდვის ზალა კანონია 1 კორინთელთა 15:56. მორწმუნეებს არ სჭირდება დაემორჩილონ რაიმე სახის რელიგიურ კანონს, რათა გახდნენ ქრისტეს მსგავსი, რადგან ისინი უკვე სრულყოფილები არიან. კოლოსელთა წერილის 2:8-23. და მათ უკვე აქვთ სულიწმინდა, რაც მათ ცოდვის დაძლევაში დაეხმარება, რომელთა წერილის 8:1-4 და ბოლოს აგარი აღარასოდეს არ დაქორწინებულა. ღმერთმა თავისი რჯული მხოლოდ ებრაელებს მისცა და მას არასოდეს არ მიუცია ის წარმართებისთვის ან ეკლესიისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ თუ რა ცოდვა შადის კათოლიკური და ასევე მართლმადიდებლური ეკლესია, რომლებიც ჩემულობენ ქრისტიანობას. სხვა რელიგიებზე უკვე ლაპარაკი ზედმეტია. 10 მცნებიდან 9 ეპისტოლეში ციტირებულია, როგორც დღევანდელი მორწმუნეებისათვის და ჩვენ უნდა დავემორჩილოთ მათ, მაგრამ ჩვენ არ გვევალება დავიცვათ ცერემონიალური კანონები, რომლებიც მხოლოდ ისრაელებს მიეცა, რომელთაც 13:8. პავლე ადასტურებს, რომ სიყვარული ეს კანონის აღსრულებაა. როდესაც გვიყვარს ღმერთი და ერთმანეთი, გვინდა დავემორჩილოთ ღმერთს და სულის ძალით ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც სწორია. ამ ნაწილის დატოვებამდე ჩვენ უნდა შევნიშნოთ, რომ არსებობს რჯულის კანონიერი გამოყენება. მიხოლ იმისა, რომ რჯულს არ შეუძლია ჩვენი ხსნა ან განწმენდა, ის ავლენს ღვთის სიწმინდეს და ცოდვის საშინელებას. აი ნახეთ რა არის დანიშნულება იმ 10 მცნების და იმ მორალური მითითებების, რასაც ძველი ახმა გვეუბნება და რასაც იესოც იმეორებს. ცერემონიალური ნაწილი ასახავს იესო ქრისტეს პიროვნებას და მის საქმეს. რჯული არის სარკე, რომელიც აჩენს ჩვენს ცოდვებს. ამას იაკობის წერილი გვეუბნება პირველი თავიდან 21-25 მუხლები, მაგრამ თქვენ ვერ განიბანებით და სახეს ვერ დაიბათ ამ სარკეში, უბრალოდ დაინახავთ. ის ასევე არის სარკე, რომელიც ავლენს იესო ქრისტეს დიდებას და როდესაც ჩვენ ფიქრობთ მასზე, ჩვენ შეგვიძლია გარდავიქმნათ, რათა უფრო მეტად დავემსგავსოთ მას. 2 კორინთელთა 3:18 თავის 18 მუხლი. ასე რომ ნებისმიერი რელიგიური სისტემა მართლმადიდებლობის ჩათვლით, რომელიც მონაზვნობაში და ბერობაში მიგიყვანთ, არანაირად არ განადიდებს და არ ქადაგებს ახალი აღთქმის სახარებას ისე, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მადლი, ანუ მისი უფასო საჩუქარი ჩვენდამი. 2 კორინთელთა 3:17, იოანეს სახარება 8:31-36. შემდეგ ქვეთავი არის ღმერთი და აგარი, დაპირება და უზრუნველყოფა. ეს რაც მოხდა, ანუ ისმაელის გაშვება, ეს იყო ძალიან მძიმე ა ブラ ამისათვის. ა ブラ ამს უნდა შვილს დამშვიდობებოდა, თუმცა ეს ღვთის ნება იყო და მას მორჩილება უნდა გამოეხატა.
მას წარმოდგენაც არ ქონდა, რომ მისი მორჩილება კიდევ უფრო დიდი გამოცდისათვის მზადება იყო მომავალში, როდესაც ღმერთი მას დაავალებდა ისააკის, ამ ნანი-ნანატრის შვილის სამსხოპოლზე აყვანას. სიტყვა, რომელიც ითარგმნა როგორც მწუხარე, ნიშნავს ძლიერად შერყევას. როგორც ფარდები, რომლებიც ქარში ფრიალებენ. აბრაამი ღრმად იყო შეძრული და შესაძლოა გარკვეულწილად უკმაყოფილოც იყო. მოვლენების ასეთი შეუბრუნებით, რომ მას დაევალა, რომ გაეშვა ჰაგარი და მისი უფროსი ვაჟი ისმაელი. თუმცა ღმერთს არ მიუტოვებია ჰაგარი და ისმაელი, რადგან ისმაელი იყო აბრაამის ვაჟი და ღვთისმეგობარი. ის ამ შვილსაც დალოცავდა და კურთხევას მიცემდა. თუ ისმაელს და ჰაგარს რაღაცა ცუდი გრძნობა გაუჩნდათ აბრაამის მიმართ, ისინი ნამდვილად ცდებოდნენ. ყველაფერი, რაც ღმერთმა მათთვის გააკეთა, სწორედ რომ აბრაამის დამსახურება იყო და მისი ერთგულების. და მე უნდა დავძინო, არ შემიძლია აქ ძალიან ბევრ ოჯახებში და არა მარტო ოჯახში, ურთიერთობებში, ეკლესიაში მიწიერ კურთხევას და იცით ხომ, გაყრის დროსაც ღმერთი იძლევა ამ დავალებას, რომ აქ მიწაზე და ჯონ მაკარტურის ამას ხშირად იმეორებს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანის კურთხევითა ვარ და ვიღებთ კურთხევებს. ის ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად არის ღმერთთან ახლოს და ამას შვილები ხშირ შემთხვევაში ვერ აფასებენ. მაგრამ არანაირად ეს და აბრაამის მაგალითად ეს კურთხევა ისმაელს ვერ მიიყვანდა 60-მდე. გესმით რაზე ალაპარაკი? მიწიერ კურთხევას ღმერთი იძლევა ქმრის გამო, მამის გამო, ძმის გამო, შვილის გამო, მაგრამ არანაირად 60-ში მოხვედრა არ არის დამოკიდებული ოჯახის რომელიმე წევრზე. აი ეს ბევრ შეცდომად მოსდის და ეს ეჩვენება და ასეთ სიბრმავეში ცხოვრობენ და არც ესმი და ვერ იგებენ თუ რა კურთხევა გვერდზე ადამიანის, რომ ეს კურთხევა შენ ბოლომდე ხსნას ვერ მოგიტანს, სულს ამითი ვერ გადაერჩე. შენ ინდივიდუალურად უნდა მიხვიდე ღმერთთან და მოინანიო. როგორც ავაზაკმა ეს გააკეთა ჯვარზე, გახსოვთ. და ვორონ ვილსი აგრძელებს. უფალმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავის დაპირება, რომ ისმაელი დიდ ერად იქცეოდა. და შეასრულა ასევე თავის დაპირება. ჩვენ ამას მერეც ვნახავთ. ეხლა თქვენც მიმოიხედეთ და ნახეთ, რომ არაბული სამყარო დღეს ძალიან ანგარიშგასაწევი ძალაა და ეს ყველაფერი ისმაელი დაიწყო. და მე ამაზე სპეციალურად ვიდეო ჩავწერე, იმიტომ რომ ამ რეალობასთან ჩვენ ავარ დასავლეთში, თუ როგორ და რანაირად ღმერთმა ხელი შეუწყო ამ ისლამს და მუჰამედს, რომ ესე გაძლიერებულიყვნენ. და აქ დავინახოთ უნდა ჩვენ ზუსტად ღმერთის კურთხევა. და თუ ვინმეს აქვს შიშები და რაღაცა, ესეც უნდა გადაყრილი იქნას, იმიტომ რომ ღმერთი აი ამ ხალხშიც, ამ ერთშიც მე მჯერა, რომ გამოარჩევს ქრისტიანებს და მორწმუნეებს ნატამალს, როგორც ამას ებრაელებში გააკეთებს. ვორონვისი აგრძელებს საკვირაო სკოლის ზოგიერთ გაზეთსა და ბიბლიურ მოთხრობებში არსეული სურათების მიხედვით ისმაელი მოზარდი იყო და არა ბავშვი. როდესაც ეს მოვლენა მოხდა. ასევე ისააკზე გონიათ, როცა წირავს ის პატარა ბავშვი გონიათ. არა უკვე ზრდასულები არიან და აქაც გითხარით 17 წელი გამოდის ხომ? დაახლოებით ზოგი 15 ამბობს, ზოგი, მაგრამ 17 არ იყო პატარა ისმაელი, როცა გაუშვა დედასთან ერთად. როდესაც ეს მოვლენა მოხდა. სიტყვა, რომელიც ნათარგმნია როგორც ბავშვი, შეიძლება ყრმა, ჩვენ ქართულში ყრმა იყო, ხო? შეიძლება ეხებოდეს ნაყოფს, ახალშობილ ბავშვებს და მცირეწლოვან ბავშვებს. მეფეთა წიგნის მე-17 თავში მაგალითად. და თუნდაც ახალგაზრდებს, ასევე მეფეთა წიგნის მე-12 თავში. ამ შემთხვევაში ეს ეხება მინიმუმ 15 წლის ბიჭს. ესე იგი, წინა 17 ახსენა, ახლა 15 ვორენ ვისმენ. ისმაელი და ჰაგარი ხედავთ, რომ დაიკარგნენ უდაბნოში. მათ წყალი გამოელიათ და სასუწარკვეთილებაში ჩავარდნენ. ეს გამოცდილება საკმაოდ განსხვავდებოდა იმ დროისაგან, როდესაც ჰაგარი პირველად შეხვდა ღმერთს უდაბნოში, როცა სარას გაურბოდა. თვითონ გაექცა სარას, გახსოვთ, ფეხმძიმე. 16 წლის წინ მან წყლის წყარო იპოვა, მაგრამ ახლა იმედი საერთოდ არ ჩანდა. როგორც ჩანს, ჰაგარს დაავიწყდა ღმერთის მიერ მის შვილთან დაკავშირებული მიცემული დაპირებები და აღთქმები, მაგრამ ისმაელს ეტყობა, რომ ახსოვდა ისინი, რადგან მან დახმარებისთვის უფალს მიმართა. და ეს არის კარგი ნიუანსი, რომ ისმაელის ხმა ისმინა ღმერთმა.
ღმერთმა გაიგო ბიჭის ძახილი და ორივე გადაარჩინა აბრაამის გულისათვის. ცხოვრებისეულ განსაცდელების დროს ჩვენ ხშირად ვერ ვხედავთ ღვთაებრივი საზრდოების სიმდიდრეს, რომლებიც ღმერთმა მოგცა და ჩვენც გვავიწყდება ხოლმე ის დაპირებები, რომლებიც მან ჩვენ მოგვანიჭა. ბიბლიაში მოცემული ყველა დაპირება ეს მორწმუნის დაპირებაა ქრისტიანისთვის. ჩვენ რატომღაც ვხსნით ხელებს, რომ მივიღოთ ის რაც გონია რომ გჭირდება, იმის ნაცვლად რომ თხოვოთ მას რომ მხოლოდ თვალები აგვიხილოს, რათა დავინახოთ ის, რაც უკვე ჩვენ გვაქვს. უმეტეს პრობლემებზე პასუხი ახლოსაა, თუ ჩვენ მხოლოდ ავახელ თვალებს, რომ დავინახოთ ისინი. იოანეს სახარება 6 თავი, იოანეს სახარება 21 თავი. შეგიძლიათ ეს მუხლები ნახოთ და წაიკითხოთ. აგარი, რა თქმა უნდა, დღევანდელ მსოფლიოში გაჭირებული ხალხის სურათია. მოხეტიალე, დაღლილი, მწყურვალი, ბრმა და სასოწარკვეთად ჩავარდნილი. ამიტომ წარმოიდგინეთ ის, თუ როგორ გვჭირდება ჩვენ, რომ მივიდეთ მათთან და უთხრათ ეს სასიხარულო ამბავი და გავაცნოთ სახარება, რომ ეს სიცოცხლის წყალი ყველასთვის ხელმისაწვდომია და ეს არ არის მხოლოდ შეზღუდული კონკრეტული ერისათვის ან რომელიმე ჯგუფისათვის. რომ ეს წყარო შორს არ არის ჩვენგან. იოანეს სახარება 4 10:14 7 37-39. ჩვენ უნდა გავაცნოთ სხვა ადამიანებს, რომ ღმერთი კეთილია და მოწყალია ყველასათვის, ვინც კი მას მოუხმობს. მისი საყვარელი ძის იესო ქრისტეს სახელის გამო. შოტლანდიელმა ქრისტიანმა პოეტმა ჰორაციო ბონარმა დაწერა შემდეგი სიტყვები. მე გავიგონე იესოს ხმა, რომელიც ამბობდა: აჰა, მე უსასყიდლოდ ვაძლევ ცოცხალ წყალს. წყურვალო, დაიხარე და დალიე და იცოცხლე. მეც იესოსთან მივედი და დავლიე მისი სიცოცხლის მომცემი წყაროდან. წყურვილი დამიწყნარდა და სულიც გამიცოცხლდა. ახლა კი მასში ვცოცხლობ მეო. თუ ვინმე წყურია, მოვიდეს ჩემთან და დალიოს. იოანეს სახარება 7:37 და ვისაც სურს, უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი. გამოცხადება 22:17. მადლობა მოსმენისათვის.